საღამო მშვიდობისა. ტრადიციულად კვირას 19 საათსა და 30 წუთზე მაესტროს პირდაპირ ეთერში კვირის ინფორმატორია მრავალფეროვანი თემებით და მოვლენებით, შოუ-ბიზნესის და კულტურის სფეროში არსებული სიახლეებით, საინტერესო პორტრეტებით და ასე შემდეგ. დღეს ჩვენს გადაცემაში თქვენ ნახავთ. კვირის სიახლეების ვიდეო კოლაჟი. სპორტის მნიშვნელობა პოპულარული ადამიანების ცხოვრებაში. თბილისს კიდევ ერთი თეატრალური სივრცე შეემატა. კლიპის პრემიერა გიგა მიქაბერიძე სიმღერით რას ფიქრობ რას. სტუდიის სტუმრები გიგა მიქაბერიძე, კატო და ჯაბა კილაძე. პრესის მიმოხილვა. ტელეპორტრეტის გმირი რეჟისორი ალეკო ცაბაძე. წინა კვირის ინფორმატორის დასრულების შემდეგ ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა დაგროვდა, რომლებზეც ჩვენ ინფორმატორის ყოველდღიურ გამოშვებებში ვრცლად გიამბობდით. ახლა კი ძალიან მოკლედ ვიდეო კოლაჟის საშუალებით გაგახსენებთ ყოველ მათგანს. ტალინსა და მოსკოვში ჩატარებული კონცერტების შემდეგ ეკა მამალაძე გასულ კვირას თბილისში დაბრუნდა და სოლო კონცერტისთვის მზადება დაიწყო. ამჟამად პროექტის პროგრამასა და რეპერტუარზე მიმდინარეობს მუშაობა. ეკა მამალაძის სოლო კონცერტის შემოდგომისთვის იგეგმება. ნინო ქათამაძის პირველი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში დიდი წარმატებით დასრულდა. დაგეგმილი კონცერტის გარდა მან კიდევ ერთი სამთავრობო კონცერტი გამართა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა. სულ მალე უკრაინაში ქათამაძის ალბომიც გამოვა. ზაფხულში კი მომღერალი ახალი პროექტით ქართველი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება. რეჟისორი ნანა ჯანელიძე ვაკის თეატრალურ სარდაფში საკუთარი სცენარის მიხედვით გამ სპექტაკლს, რომელსაც პირობითად საშობაო სიზმარი ჰქვია. ეს არ იქნება მიუზიკლი, თუმცა იქნება ბევრი მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის კომპოზიტორმა თემურ მაისაშვილმა დაწერა. მსახიობები კონკრეტულ ტექსტებზე შექმნილ კომპოზიციებს შეასრულებენ, მათ შორის ერთს იტალიურად. და სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ სონგებზე მუშაობს სანოსტუდიაში ამ პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ვოკალის პედაგოგი რუსიკო ბახტაძე. ლიტერატურულ კაფეში პროზაიკო შოთა იათაშვილის კრებულის ფოტომამების პრეზენტაცია შედგა, რომელშიც სამი მოთხრობა ფოტოგრაფიის თემაზეა დაწერილი. ლიტერატორთა თქმით, მწერლის შემოქმედება საინტერესოა თემატური მრავალფეროვნებით და ამ თვალსაზრისით არც ეს ნამუშევარია გამონაკლისი. ფოტომამები იათაშვილის მესამე კრებულია და ის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოუშვა. რეპერი ძვალი სტუდია-ენში პირველ ალბომზე მუშაობს. რეპერის 60 სიმღერიდან 30 უკვე ჩაწერილია. ალბომში ახალი დუეტები, მათ შორის დათო ფორჩხიძესთან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა. შრი-ლანკა უბედურების ზონა, ასეთი სახელწოდება აქვს ფოტორეპორტორის გოგა ჩანადირის ფოტოგამოფენას, რომელიც გალერეა TMS-ში გაიხსნა. წარმოდგენილია 40-მდე ნამუშევარი, რომლებიც ავტორმა 11-დან 23 იანვრის ჩათვლით სამხრეთ შრი-ლანკაში ცუნამის შედეგად დაზარალებულ ადგილებში გადაიღო. გამოფენა მოძრავ სახეს მიიღებს და ისჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადაინაცვლებს. შემდეგ კი მისი გატანა უცხოეთშიც იგეგმება. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური საკრავების ანსამბლის ხორუმის ორგანიზებით ხალხური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც ნუგზარ ფსუტური, დათო ჯაფარიძე, კვინტეტი ურმული და ანსამბლები ქართული ხმები და კელოპტარი მონაწილეობდნენ. უნგრეთში, გერმანიასა და იტალიაში გამართული კონცერტების შემდეგ ქართული ნაციონალური ბალეტი ისევ გასტროლებისთვის ემზადება. რამდენიმე დღეში ანსამბლი კიევში გაემგზავრება და საკონცერტო დარბაზ უკრაინაში 4000 მაყურებლის წინაშე წარსდგება. აპრილის შუა რიცხვებიდან კი სუხიშვილების საიუბილეო კონცერტისთვის დაიწყებენ მზადებას. სამეფო უბნის თეატრში ეჟენ იონესკოს გაკვეთილების პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორმა ლელა ჭინჭარაულმა ეს სპექტაკლი პირველად ჯიბის თეატრში დადგა. სპექტაკლში ისევ ჯიბის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. შეცვლილია მხოლოდ თეატრალური სივრცე და შესაბამისად დეკორაციები. სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარში შევა. ქარვასლას საგამოფენო დარბაზში სამი ახალგაზრდა მხატვრის ერთობლივი კონცეპტუალური გამოფენა გაიხსნა. არტეპოვერო სტილში შესრულებულმა კომბინაციებმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ერთი ნაწილისთვის ეს იდეოლოგიური დატვირთვით შექმნილი ნიმუშები იყო. შედარებით გამოცდილი მხატვრებისთვის კი ალოგიკური კომბინაციების ერთობლიობას წარმოადგენდა.
ბრიტანელი მომღერლის ტონიო მეილის მონაწილეობით გივი გაჩეჩილაძის ორკესტრში ახალ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ჯაზის მოყვარულებს ქართული კომპოზიციების გარდა ომეილის შემოქმედების გაცნობის საშუალებაც ეძლევა. უახლოეს დღეებში არაერთი კონცერტია დაგეგმილი. ჯგუფი Lemon Juice მეორე ალბომის გამოსაშვებად ემზადება. დისკში სახელწოდებით Radio Live, რა თქმა უნდა, რადიოში გამართული ცოცხალი კონცერტები შევა. ალბომის ვიზუალურ მხარეზე ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილის ზრუნავს და ამ კვირაში მის სახელოსნოში ფოტოსესია მიმდინარეობდა. ალბომის შემდეგ ჯგუფი სოლო კონცერტს გამართავს. შემდეგ კი Label Record კომპანიის ორგანიზებით Lemon Juice-ის გასტროლები ინგლისში იგეგმება. 65 პრემიერა და 1000-ობით ნათამაშების სპექტაკლი. ასეთი შედეგით იწყებს ფუნქციონირების მე-9 წელს თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, რომელმაც საიუბილეო თარიღი გასულ კვირას აღნიშნა. თეატრალურ ლაბორატორიად შექმნილ თეატრში დღესდღეობით თეატრალური სახელოსნოც ფუნქციონირებს. რუსთაველის სარდაფის წარმატებამ კი ჩვენს დედაქალაქში უფრო დიდი მასშტაბის კიდევ ერთი თეატრი, ვაკის თეატრალური სარდაფის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. გალერეა ჰობში კარიკატურის ძალ სულაკაურის მეორე პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც გუაშით, ტუშით და ფერადი ფანქრებით შესრულებული ცნობილი ადამიანების, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების, მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების სახუმარო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ის რაც სიტყვით არ გადმოიცემა, შარჟით შეგიძლია გამოხატო. ასეთია კარიკატურისტის სამუშაო, რომელიც ხშირად რისკთანაც არის დაკავშირებული. თუმცა ძალ სულაკაურის სურვილი ნამდვილად არ ყოფილა საკუთარი გამოფენით ვინმე გაენაწყენებინა. ალბათ ამიტომაც გამოფენაზე მისულ საზოგადოებას მრავლად დახვდა თავად მხატვრის კარიკატურები. კლასიკური მუსიკა, ფრანგული ტანგო და მხიარული ვიქტორინა. ასეთი პერფორმანსი ჩვენს დედაქალაქს პარფიუმერული კომპანია ვულევუს კიდევ ერთი მაღაზია შეემატა, რომლის გახსნაზეც საქმიანი მამაკაცებისთვის განკუთვნილი ახალი სუნამოს Black Code-ის პრეზენტაცია შედგა. პოპულარული ქართველი ადამიანები სიამოვნებით სინჯავდნენ ახალ სუნამოს, რომელიც ვულევუს წარმომადგენლის ხატოვანი შეფასებით ასე ჟღერს აღმოსავლურ ნოტებზე შექმნილი ჯორჯო არმანის ახალი არომატი. არის ჰოლივუდის სულით გაჟღენთილი. ჯორჯო არმანი შემოქმედებაში გამორჩევა ჰოლივუდის გავლენა, შთაგონება, რადგან ჯორჯო არმანი 40-იანი წლების კინოხელოვნების დიდი დამფასებელია. არის სმოკინგის ფორმის ბოთლი თვითონ და ანუ ეს იმაზე მიუთითებს, რომ არის რაღაცა ჰოლივუდური, თინეიჯერებისთვის არ არის საქმიანი, ცოტა ქალების მოყვარული მამაკაცებისთვის. ახალი სუნამოს კლასიკურმა სტილმა და სახელწოდებამ პრეზენტაციის ვიზუალურობაზეც იმოქმედა და სტუმართთა უმრავლესობა შავ-თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მივიდა საღამოზე. შავ-თეთრი საღამო გვინდოდა რომ ყოფილიყო და მე მგონი უმეტესობამ ჩვენს წინადადებას პატივი და გამოცხადდა შავ-თეთრში. მე არმანის ყოველთვის მომწონდა ჩასაცმელი, რა სუნამოსთან ისე ვიყავი და სათვალე მიყვარს ძალიან არმანის. სუნამოსთან ისე ვიყავი რაღაცა, მაგრამ ეხლა რომ ნახე ტესტერი სუნი და მომეწონა, ალბათ შევიდე. არის საკმაოდ სასიამოვნო, არის საზაფხულო ჩემი აზრით და არა ახალგაზრდული, უფრო ალბათ ჩემი ასაკის ან ცოტა პატარაც. ჩემ აღქმაში ყოველდღიური ესეთი სუნამოა, რომელიც შეიძლება იხმარო ყოველ დღე. აი ეს შემიძლია თქვა და საკმაოდ კარგი გრილის სუნი აქვს. მოკლედ პოპულარული ადამიანების მიერ დეგუსტაციამ საკმაოდ დადებითად ჩაიარა. და თუ თქვენ ახლა საკუთარი პარფიუმერიის გამდიდრებას Black Code-ით მოახერხებთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თანამედროვე მოდას ფეხ-და-ფეხ მიყვებით. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გველოდება. ახლა ვისაუბრებთ სპორტის თემაზე, უბრალოდ კი სპორტის მნიშვნელობაზე იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისთვისაც გარეგნობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, თორემ სპორტი რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭიროა, ამაზე რა თქმა უნდა უკვე არავინ დაობს და ეჭვი არავის ეპარება. გაირკვა, რომ შოუ-ბიზნესური პერსონების უმრავლესობას აბსოლუტურად არ აღელვებს სპორტი და სპორტთან დაკავშირებული ბრჭყალებში ვიტყვით დისკომფორტი, დილით ადრე ადგომას, აუზზე წასვლას და ეზოში სირბილს ურჩევნიათ საკუთარ ლოგინებში კოტრიალი და ხრინვა. ჩვენი სიუჟეტისთვის ძალიან გაგვიჭირდა ისეთი ადამიანების პოვნა, ვისთვისაც ვარჯიში არა დისკომფორტი, არამედ სასარგებლოს და სასიამოვნოს ერთობლიობა. ნახოთ სიუჟეტი.
ფაქტია, რომ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად კარგ ფორმაში უნდა იყვნენ. განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც სცენაზე პუბლიკის წინაშე გამოსვლა ხშირად უწევთ. კარგ ფორმაში ყოფნის აუცილებლობაზე დიდი ხანია ჩაფიქრდნენ დასავლეთში. ამიტომაც ვარსკვლავების და არა მხოლოდ ვარსკვლავების დიდი ნაწილი დღის განმავლობაში როგორც მინიმუმ 1 საათს მაინც უდმოს ფიზიკურ ვარჯიშს. ეს კი არც თუ ცუდი საშუალებაა იმისთვის, რომ მომხიბლავად გამოიყურებოდეთ და იმის პერსპექტივაც გქონდეთ, რომ წლის ბოლოს ან თქვენს ფეხებს დაასახელებენ ყველაზე სექსუალურად, ან სულაც ყველაზე მომხიბლავ ვარსკვლავად მოგნათლავენ. ვიდრე მსგავს რეიტინგს საქართველოშიც დაამკვიდრებენ, მანამდე ქართველი ვარსკვლავები მხოლოდ იმისთვის ვარჯიშობენ, რომ ჯანმრთელობასთან კონტრაქტი არ გაუუქმდეთ. თანაც კარგად გამოიყურებოდნენ და რაც მთავარია, სცენაზე მუშაობისას ნაკლებად დაიღალონ. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ქართული ესტრადის წარმომადგენლებში სპორტულობით გამორჩეული წევრების აღმოჩენა, თუ კი ამის აუცილებლობის წინაშე დადგებით, ნამდვილად გაგიჭირდებათ. ხოლო მათ, რომლებსაც აღმოაჩენთ, აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ სპორტთან და ზოგადად ფიზიკურ დატვირთვასთან. გარდა უდიდესი ემოციური დატვირთვისა, ფიზიკური გამძლეობაც უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული ალბათ მუსიკოს, როდესაც სცენაზე გამოდის. ჩვენთვისაც საკმაოდ 2 საათიანი კონცერტის მიცემა საკმაოდ ისეთი დატვირთვა არის. სუნთქვა, რა თქმა უნდა, კიდე როდესაც სცენაზე ადამიანი მოძრაობს და ისე უკრავს და მღერის, ემატება ამას ადიშკას რო ეძახიან რუსები და როცა ადამიანი ფორმაშია და სწორად სუნთქავს ვარჯიშის დროსაც და სიმღერის დროსაც, ალბათ უფრო მისთვის ნაკლებად პრობლემატურია ეს დატვირთვა. ვერ ვიტყვი რომ მე სპორტულ ფორმაში ვარ და კარგად ვარ, მაგრამ მინდა რომ ეს ესე იყოს, ცოტა მზე გამოვა და უფრო მივხედავ მაგამს, მაგრამ რომ იყოს ინტენსიური სიტყვაზე, რომ იყოს ინტენსიური გრაფიკი თქვა კონცერტების. სხვა გზა არ არის. ანუ სტიმულატორებით დიდი ხანი შორს ვერ დავინვერწავ. არა მხოლოდ ფიზიკური ვიზუალური მდგომარეობაა ვარჯიში, არამედ თუნდაც სუნთქვის, სწორად სუნთქვის, ანუ ესე თქვა დიხანია, რომ გამოიმუშაოს მით უმეტეს მომღერალმა, რომელმაც სცენაზე სიმღერის გარდა კიდე სხვა რამეც უნდა აკეთოს, აუცილებელია ტრენაჟი. იგივე ლამაზი კუნთები და ასე შემდეგ, წონის პრობლემაც და ყველაფერი, ასე რომ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მომღერლისთვის გარდა იმისა, რომ ვოკალზე უნდა იაროს და სხვა რაღაცებიც უნდა აკეთოს სიმღერისთვის, ასევე მხარდაჭერა უნდა სპორტის მხრიდანაც გქონდეს. ძალიან აუცილებელია, რომ ყოველთვის ფორმაში იყო და ფორმაში ყოფნა გამომდინარეობს იქიდან, რომ მიაქციოს საკუთარ თავს ყურადღება, ივარჯიშო, ნაკლებად იკვებო. ვარჯიში ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია სილამაზისთვის. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა პირობებში ვარჯიშობენ ცნობილი ადამიანები, ამ ხრივ პასუხები ნამდვილად განსხვავებულია. მართალია იმაში ყველა თან ხვდება, რომ კარგ ფორმაში ყოფნა აუცილებელია, თუმცა ამისთვის ყველა მათგანს განსხვავებული მეთოდი, ფორმა და საერთოდ პრინციპები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ კონცერტის წინ განსაკუთრებული ინტენსივობით არავინ ვარჯიშობს. როგორც ამბობენ, მათ სცენაზე ყოფნისას არც სუნთქვა ღალატობთ, არც ენერგია და რაც მთავარია, მსმენელთან ურთიერთობაც არ უჭირთ. მსმენელთან, რომელიც საბოლოოდ მაინც მოხიბლული რჩება, მაშინაც კი თუ კი მისი კერპი მაინც და მაინც იდეალურად არ გამოიყურება. რეჟიმში ნამდვილად არ ვარჯიშობ. ნუ ამინც ყოველთვის გააჩნია, ხა ისეთი სერიოზული სპორტსმენი მე არა ვარო, ყველა ამინში გავიდე და ვივარჯიშო. და კიდევ წინა საღამოს, ასე ვთქვათ, გატარების მრავალფეროვნებასაც გააჩნია. თუ მაგალითად მომიწია მეგობრებთან ერთად თან ვთქვათ, ცოტა ღვინის დალევა ან რაღაც, მეორე დღეს არაფრის დიდებით არ ვარჯიშობ. იმიტომ რომ ვიცი, უბრალოდ არ შეიძლება ესეთი დატვირთვის მე ვარჯიში. ჩამოვაყალიბე ისეთი ვარჯიშები, რომელსაც ჩემი ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. აი ამ ჩამოყალიბებაში მე ძალიან დამეხმარა ამერიკელი ქალბატონია ერთი, რომელსაც აქვს body flex-ის ვარჯიშები, შეიმუშავა 5 წლის განმავლობაში. აი მე პირადად ძალიან მიხდება ეს ვარჯიშები. დღის განმავლობაში საათნახევარი აი სუფთა ვარჯიში, ანუ მანამდე ჩვეულებრივი ისეთი ვარჯიში და მე უკვე განტელებიდან ასე შემდეგ, ან იგივე ნუ პრესი რაც არის საჭირო ყველაფერი და მე დღის მეორე ნახევარში ცეკვავ, ასე რომ გამოდის სადღაც 1-4 საათი დღის განმავლობაში. ძირითადად აი ეზოში გვაქვს კალადურქის ფარი, იქ ვარჯიშობ, კურსტბაზე ნავდივარ ხოლმე და ნუ აი აქ სახტუნავ მაქვს, რომელთაც დავდივარ და ნუ აი განტელები იმისთვის და ნუ პრესი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია ყველა ქართველისთვის და ვცდილობ რომ უფრო უმეტესობა პრესი დავაკაჩავ, ასე ვთქვათ.
არის სპორტის გარკვეული სახეობები, რომლებიც სამამულო ვარსკვლავებს განსაკუთრებით მოსწონთ. ცხადია, ფეხბურთს ამ მხრივ კონკურენტები ნაკლებად ყავს. არის ისეთი სახეობებიც, რომლებსაც თავადაც მისდევდნენ ჯერ კიდევ ბავშვობაში. დღეს კი ყველა მათგანი მხოლოდ ყოველდღიური ვარჯიშით შემოიფარგლება. ბავშვობაში ძალიან კარგად თამაშობდი ფრენბურთს, კალათბურთს და სხვათა შორის ფეხბურთიც მითამაშია. და შეიძლება ეს ასეცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე კარებ ყოფილ ვარ და მითამაშია. ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი. სამწუხაროდ მე ხო ძალიან სპორტული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცი ცურვა, ეს ერთ-ერთი დიდი ნაკლად მიმაჩნია, მაგრამ რას ვიზავთ, ძალიან მიყვარს წყალი, მაგრამ აი ამის კომპენსაციას თვითონ ვარჯიში ვაკეთებ, რომ რახან ცურვა არ ვიცი, მე თითქმის ყოველდღე ვარჯიშობ, თუნდაც 15 წუთით. ბავშვობიდან ცეკვავდი უბრალოდ და მთელი ჩემი ენერგია ცეკვაზე მიდიოდა, ორი სახის ცეკვაზე დავდიოდი და რაც შეეხება სპორტს, აი უკვე შემდეგ ტენისს თამაშობდი აქტიურად, აი ჩემ ამერიკაში როდესაც ცხოვრობდი, მაშინ პერსონალური ტრენერი მყავდა და ტენისს თამაშობდი და სადღაც ბოლო წლებია გამიტაცა თხილამურება. ყველაზე მეტად წყალი მიყვარს, ცურვა. საკმარისია ხა თქვა ჩემთვის საკმარისია რომ დღე წავიდეს კარგად, 1 კილომეტრი ვიცურავ გაუჩერებლად თქვა მივიდე, 9 საათი ვიცურავ, ხა ეგრე ვიყავი თქვა ზაფხულში რა. დილას მივდიოდი, 1 კილომეტრი არ არის ბევრი. ვიცურავებ და წამოხვალ ეგრევე. სერიოზული ფანი ვიყავი ფეხბურთის ყოველთვის და იმასაც გეტყვით რომ აი პირველი დინამო თბილისის პირველი ფან-კლუბის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი მე ვიყავი. ეს იყო 80-იან წლების დასაწყისში, აი 80-91 წელი, როცა საუკეთესო გუნდი ყავდა, აი ლივერპულის და ჰამბურგის თამაშების შემდეგ, როცა მე და ჩემი მეგობრები 55 სკოლის წინ მივედით ქუდებს კერავდა ერთი კაცი და პირდაპირ ესე იგი ძალიან მიკვირდა რომ სიმბოლიკა არაფერი არ არსებობდა არც ქუდი, არც დროშა, არც ეს მოსასხამი კაშნეს რო ეძახიან, ყველა გუნდს ჩამოქონდა თავისი ლივერპულს იმას და დინამოში არ ქონდა და იმ კერავს შეუკვეთე მე რომ აი შეგიძლია თქო ესე ლურჯი და თეთრი იმებით გააკეთო და მე რო ყიდულობდი პულვერიზატორებს ესეთი რომელიც აფრქვევს ამ საღებავს და ტრაფარეტით D100-ს ვახატავდი ამ ქუდებს, დროშებს, თასების ფლობებთან თავს. სპორტული გართობების დროს ცხადია ქართველი მომღერლები ტრამვების გარეშე ნამდვილად ვერ გადარჩებოდნენ. მართალია ისევ არავინ დაშავებულა რომ საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მივსულიყავით, თუმცა იყო მეტნაკლებად მსუბუქი ტრამვები, რომლებიც მათ დღეს ასე ახსენდებათ. თხილამურებზე არ მახსოვს ზუსტად რომ კლასში ვიყავი ფეხი მოვიტეხე. იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა. მაშინ ეს ტრასა სათხილამურო იყო კახეთში ცივის მთაზე. ნუ ალბათ მე-9 კლასში ვიყავი დაახლოებით და ერთხელ სამხედრო მანქანა, რომელსაც ავყავდით ხოლმე, არ ამოვიდა იქ. და მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მოკლე გზაზე ამ კლდეებზე უნდა დავშებულიყავით მთელი გუნდი და საკმაოდ ძლიერი და ესეთი ტრასა იყო და ბოლოში ესეთი ის მოხდა, რომ ყინული დინარე იყო და ყინული ჩატყდა და იმაში მომყვა ფეხი. საკმაოდ მძიმე ტრამვა მეხი. ალბათ რაღაც პატარ-პატარა ტრამვა ალბათ მიმიღია, მაგრამ ეს არ მახსოვს, მაგრამ ისეთი სერიოზული ალბათ არ მიმიღია, რომ მე დღემდე მახსოვდეს, ან რაიმე ისეთი მაწუხებდეს. რამოდენიმე დავარდნა და ასე შემდეგ ესეთი ესე იგი არც მოტეხილობა არ მქონია არაფრის და არც ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ ამ თვალსაზრისით, არც ოპერაცია არ დამჭიროებია, არც არაფერია. იმისთვის რომ საკუთარ დღის წესრიგში ვარჯიშისთვის დრო გამოყოთ ან გამონახოთ, არა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ, თანაც ძალიან არამედ კარგი ნერვის ყოფაც უნდა გქონდეთ, რადგან ყველაზე მეტად რაც ვარჯიშის დაწყების წინ გახსენდებათ, სიტყვა მეზარებაა. სიზარმაცეს კი ქართველი ვარსკვლავები ნამდვილად ებრძვიან, თანაც დიდი მონდომებით, რადგან იგი მათთვის სერიოზულ მტრად აღიქვება. სიზარმაცე ყოველთვის თანსდევს ვარჯიშს. ეს ძალიან ხშირად ხდება, მე პირადად ძალიან ხშირად მეზარება, მაგრამ ფსიქოლოგიურად იმდენად მაქვს ეს შესისხორცებული, რომ ეს უნდა გავაკეთო და ეს აუცილებელია ჩემი ორგანიზმისთვის. ამას ყოველთვის ვძლევ, ყოველთვის მაქვს იმის უნარი, რომ და არა ყოველთვის არის მომენტები, რომ მე ვერც ვარჯიშობ და რაღაც 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 კვირაც მე არ მივარჯიშია, მაგრამ მე მივსულ ვარ იმ კონდენციამდე, რომ არა, ვარჯიში აუცილებელია. საქმე სჭირდება სიზარმაცე ცოტა და სიზარმაცის ბალიში უნდა დავწვათ ძველი ბასტიუს ბავშვები ესე ვღეროდე ხოლმე. ძალიან ძნელია რა ქართული ხასიათიდან გამომდინარე რაღაც გრაფიკში ჩაჯდომა და სულ რაღაც ყველა ორშაბათიდან იწყებს ახალ ცხოვრებას და მე ვერიდები ხოლმე რომ ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს, იმიტომ ძალიან ცუდია, შეიძლება სამშაბათი, ოთხშაბათიდან. აი ხა ველოდებით მზეს, რომელიც სად არის არ ვიცი და მალე გამოჩნდება იმედია და
უბრალოდ ეს არის ტონუსი. მოკლედ დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში მოვარჯიშე ვარსკვლავების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ცხადია თუ არ ჩავთვლით მათ, რომლებსაც ყოველდღიური ვარჯიში ისედაც ევალებათ. ეს კი მანეკენების კატეგორიაა. რაც შეეხება ვოკალურად განათლებულ ნაწილს, მათ შორის ფიზიკური დატვირთვა ბევრს როგორც ჩანს საერთოდ არ ღილავს. მოკლედ სპორტი და შოუ-ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მეგობრობენ. ალბათ ეს მანამდე, ვიდრე აქვე დასავლურის მსგავს რეიტინგებს დაამკვიდრებენ. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ კვირის ინფორმატორს, რომელშიც ახლა ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ მინდა გიამბოთ. თბილისში თეატრების რაოდენობა გასტრონომებისაც რომ გაუტოლდა, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით, ხშირ შემთხვევაში მათი სახელებიც გვავიწყდება ხოლმე. და მხოლოდ მისამართით ვცდილობთ გავიხსენოთ ამა თუ იმ თეატრში ნანახი წარმოდგენა, თუმცა თეატრის სახელწოდებით მეორე სახლი დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ აგერევა სხვა რომელიმე სათეატრო სივრცეში, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ მსახიობები პატარები არიან. თანაც ბავშვები, თანაც ყველა ასაკის ბავშვები. მაყურებელიც რა თქმა უნდა, ასევე ძირითადად ბავშვები არიან და სპექტაკლები აქ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი სისტემით, დღისით ძალიან პატარები, საღამოს შედარებით მოზრდილები. მოკლედ მე რომ ძალიან ბევრი არ ვისაუბრო, სჯობს თავად სიუჟეტი ვნახოთ მეორე სახლის შესახებ. ისინი ამ სპექტაკლში იმდენად დამაჯერებლად თამაშობენ, რომ ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანოთ. თეატრალური სივრცისთვის ნოდარ დუმბაძის ქრესტომათიული ნაწარმოები, თეთრი ბაირაღები, უпростоროდ კი მის მიხედვით დადგმული საბრალდებო დასკვნა, ერთადერთი სპექტაკლი არ არის, რომელსაც თეატრ მეორე სახლში ასე თამაშობენ. ამავე თეატრის რეპერტუარში კიდევ არაერთი სპექტაკლია, რომელშიც თეატრ სტუდიის მოსწავლეებთან ერთად რეჟისორი ლაშა მესხიც თამაშობს. მაყურებელი მას თეატრალურ სარდაფში დადგმული უცნობი ქალის წერილებით და არა მხოლოდ ამ სპექტაკლით იცნობს. მართალია მეორე სახლში ცნობილ მსახიობებსაც შეხვდებით, თუმცა მათ გარდა თეატრში საღამოს სეანსებზე პატარა მსახიობები უფროსებისთვის ზრდასრული მსახიობები თამაშობენ. მე თქვენი ახალი ზედამხედველი ვარ. 1 2 3 4 5 6 7 8 9. მამასაღლისი რომელია? მე ახლა ვარ. გვარი. გოგოი. სახელი. ჭიჭიგო. გვარი. ხომოახსენი უბრალოდ გოგოლი თქვა. კაცერშია მოგალ. ხეხეს ვერ წამწამს ძირში მაგიჩემო. ნამდვილად გოგოლი გახლა არა მაგი. ჩვენ დაახლოებით 11 სპექტაკლი გვაქვს და შაბათ-კვირავს თამაშობთ ბავშვებისთვის, ხოლო საღამოს ჩვეულებრივად, როგორც სარდაფის თეატრი, როგორც თავისუფალ თეატრში გვაქვს ჩვეულებრივი სპექტაკლები, საბრალდებო დასკვნა, შუაზე გაყოფილი ცრემლი, უცნობი ქალის წერილი. მეორე სახლის ისტორია 1997 წელს საბავშვო სტუდიის დაარსებით დაიწყო, რომელიც რეჟისორმა ლაშა მესხმა და პროდიუსერმა როლანდ ქარდავამ ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით კი ამ ყველაფერმა უკვე ასეთი თეატრის სახე მიიღო. აქვე ფუნქციონირებს თეატր სტუდია, რომლის მოსწავლეები ან კურსდამთავრებულები უკვე სცენაზე დგანან. როგორც ირკვევა, დღეს მეორე სახლი 50-ზე მეტ სხვადასხვა ასაკის ბავშვს აერთიანებს. მათგან უფროსები საღამოს სპექტაკლებზე არიან დაკავებული, უმცროსები კი დღის სეანსებზე. მოკლედ მეორე სახლს უკვე აქვს თავისი რეპერტუარი, თანაც საინტერესო. ეს შეფასება გადამეტებულად ნამდვილად არ მოგეჩვენებათ, როდესაც არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების სასცენო ვერსიებს, არამედ სხვა ავტორების პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებსაც ნახავთ. სწორედ აქ, ამ თეატრში, რომელიც მისმა დამფუძნებლებმა ააშენეს. ამბობენ, რომ ამავე თეატր სტუდიის მოსწავლეებსაც აქვთ ამაში სერიოზული როლი. 7 წელია აქ ვარ, დათამაშები მაქვს ერთი 400-მდე სპექტაკლი. თავიდან საერთოდ რო ჩამოვიდი, არც მეგონა საერთოდ აქედან რა გამოვიდოდა, იმიტომ ნაგავი ყველგან ყველაფერი და მუშებიც მეტნაკლებად, ჩვენი ხელით გავაკეთეთ ეს, რასაც უყურეთ. მონასტანაშობდა. ძალიან ძნელი არის გარდაქმნა იმ პიროვნებად. რა ვიცი, რეჟისორის დახმარებით და მერე დროთა განმავლობაში რეპეტიციები უნდა გარდაიქმნა და გააკეთო, უნდა დაიხარჯო მაქსიმალურად მსახიობად. თავიდან მაგიდასთან ვიწყებთ მუშაობას, ვამუშავებთ როლს, კარგად რომ დავამუშავოთ, შემდეგ გავდივართ სცენაზე და იქ უკვე მოქმედებაში ვცდილობთ შევასრულოთ ჩვენი როლი. აი ჯერ ცოლს გავაგდებ. დავიდეს. აი მე კი სირანუსაც მოვიყვანე. აი ჩემს მეზობელს. ვახ. რატომ მას აკეთებ დაგიდები რა? მუშაობა როლზე დაახლოებით 2 თვე ჭირდება, რომ ეს თავიდან ბოლომდე რაღაც გარდაიქმნა. აქაც რა თქმა უნდა სახშია, საერთოდ ყველგან სადაც არ უნდა იყო, უნდა იჯდე და იფიქრო იმ როლზე, იმ პერსონაჟზე, რომელსაც ანსახიერებ.
საბრალდებო დასკვნას ჩვენ 4-5 თვე ვაკეთებდით ელემენტარულად, რომ მიგვეღწია იმისთვის, რომ ბავშვი თავისივე პიროვნება კი არ ეთამაშა, არამედ გარდასახვა მომხდარიყო და ეთამაშა თუნდაც ის ლიმონაის, ტიგრანაის, ნაკაშიძე. ეს ის მსახიობები არიან, რომლებიც თეატრ სტუდიაში სწავლების კურსს გადიან და რომლებითაც კომპლექტდება კიდევაც თეატრის დასი. ამავე სტუდიის დასრულების შემდეგ ისინი უკვე თეატრალურ ინსტიტუტში გადაინაცვლებენ და სტუდენტები გახდებიან. თუმცა მთავარი რეჟისორის თქმით, ისინი თეატრალურში ჩაბარების შემდეგ მეორე სახლს ნამდვილად არ დატოვებენ. თუ ბატონი ლაშა და მე ჩავთვლით, რომ ეს ბავშვი შეიძლება თეატრის დასში გადამოვიდეს, ის უკვე ირიცხება თეატრის დასში. თეატრის დასში როგორც კი ჩაირიცხება, ის იქნება 13 წლის, 12 წლის თუ 14 წლის. არიან ახლა დასში 17 წლის წელს ამთავრებენ და აბარებენ თეატრალურ ინსტიტუტში. ეს დასი უკვე საღამოს სპექტაკლებისთვის იწყებს ზადებას. უფროსი მაყურებლის გარდა თეატრ მეორე სახლში ყველაზე პატარებისთვისაც ზრუნავენ. თანაც მათივე ასაკის მსახიობები, რომლებიც ძირითადად ხალხურ ზღაპრებში თამაშობენ იმ როლებს, რომელთა მეშვეობითაც მაყურებელი საერთოდ თეატრის აღქმას იწყებს. მეორე სახლში პატარა მაყურებლისთვის არა მხოლოდ რწყილი და ჭიანჭველა და წუნა და წრუწუნა აქვს მომზადებული, არამედ სხვა ცნობილი ქართული ზღაპრების სასცენო ვერსიებიც. მოკლედ დღის განმავლობაში თეატრი განსხვავებულ სპექტაკლებს ორჯერ წარმოადგენს. მოკლედ თუ აქამდე მშობლებს პრობლემები ექნებოდათ საკუთარი შვილების კულტურულ აღზრდასთან დაკავშირებით, რადგან თოჯინების თეატრის ასაკიდან უკვე გამოვიდნენ, თუმცა თეატრი უფროსებისთვის ჯერ მათთვის ადრე იყო, ახლა გაჩნდა ოქროს შუალედი მეორე სახლის სახით. ახლა კი ჩვენს გადაცემაში პრემიერის დრო დადგა, როგორც ანონსიდან იცით, უნდა წარმოგიდგინოთ გიგა მიქაბერიძის კლიპის პრემიერა, თუმცა მანამდე მე წარმოგიდგენთ ჩემი სტუდიის სტუმრებს. ესენი გახლავთ თავად გიგა მიქაბერიძე, საღამო მშვიდობისა, კატო მაესტროს ტელეწამყვანი და მსახიობი ჯაბა კილაძე საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში დავიწყოთ გიგასგან. მე არ გეკითხებით ვისია სიმღერა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ თავად გქნით ყველა თქვენ სიმღერას, რომელსაც ასრულებთ, უბრალოდ ძალიან საინტერესოა მისი შექმნის ისტორია, ხომ არ უდევს მას საბუძვლოდ რაიმე ისეთი ამბავი, რაც გადაგხდენიათ საკუთარ თავს. ძალიან მოკლედ ვიტყვი საღამო მშვიდობისა მაესტროს მაყურებელს. ეს ისტორია არის სიყვარულის ისტორიას ამბავს ნახავს მაყურებელი ამ კლიპის ნახვის თანავე შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩემ ბაბუის ძმას გადახდა ეს ამბავი, რეალობიდან არის აღებული. მან გაიცნო ფოტოგრაფია, გაიცნო გოგონა ახალგაზრდობაში და მათ ყოველგვარი კოორდინატების გარეშე დაკარგეს ერთმანეთი და შემდეგ მოხუცებულობაში ისე ღმერთის წყალობით იპოვეს ერთმანეთი და იქორწინეს. და ისინი დღესაც ცოცხლები არიან და სახეზე არიან, უბრალოდ სახელის და გვარის დასახელებას აზრი არ აქვს. მოვყევი ეს ისტორია არახაზგასმით მამუკა ღლომთან და ეკრანიზაცია დღეს შედგება. ეს არის კურიოზი. ანუ მაყურებელი ალბათ უკვე მიხვდა, რომ კატო და ჯაბა არიან ის პერსონაჟები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა კარგავენ ერთმანეთს და შემდეგ უკვე ასაკში პოულობენ. ჩვენ თითქმის მოვყევით კლიპის სიუჟეტი, მე მინდა კატოს ვკითხო. თქვენთვის რამდენად მარტივი იყო დათანხმებული ყავით აი ამ კლიპზე გამომდინარე იქიდან, რომ ჯაბა მაინც პროფესიონალი მსახიობია, ხო არ გქონდათ რაღაც გარკვეული შიში იმისა, რომ აი ჯაბას არ დაეჩრდილეთ. არა, დაჩრდილული შიში არ მქონდა, უბრალოდ რაღაც ისე აეწყო თავიდან ყველაფერი, ჯერ თავდაპირველად იმას ვიტყვი, რომ ძალიან ცოტა მომღერალი თუ მოიძებნება, ვის კლიპზეც მე დავთანხმდებოდი, რომ შემესრულებინა როლი. ერთ-ერთი არის გიგა მიქაბერიძე, ერთ-ერთი არ მგონი ერთადერთი შეიძლება ითქვას. მამაღლა არ ვამბობ, მაგრამ ვამბობ იმას გულწრფელად. და რატომ მეუბნეს კატოს მომღერალს? თუ ეს იქნება კარგი სარფიანი არა, ეს უბრალოდ გიგას მუსიკალური შემოქმედება იმდენ დაახლო არის ჩემთან, რომ აქედან გამომდინარე ძალიან მიყვარს. ერთ სიტყვით, რაც შეეხება ამას. რაც შეეხება იმას, გამიჭირდა თუ არა ამ როლზე მონაწილეობა, ვერ გეტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა, უბრალოდ ჯაბამაც ძალიან შემიწყო ხელი. დიდი მადლობა. და თვითონ თელმა ჯგუფმა, ვინც ამ კლიპზე მუშაობდა, გამიადვილა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა და ფაქტურად შეუძლებელი იყო მუშაობა, მაინც ვეცადეთ და მგონი რაღაც კარგი ძირითადად ქუჩაში და ეს იყო გადამული ორი
გამყინვარების რაღაც ისეთი დღე არჩეული, ეს აიღო, ეთქობა აირჩიეთ რეჟისორმა უთარაშვილმა მოინდომა ტორნადოებით და მთელი ამბები. ჯაბა, რას ნიშნავს თქვენთვის კლიპში მონაწილეობა? გამომდინარე, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მსახიობისთვის საინტერესოა, ეს არის ერთგვარი კარგი გაკვეთილი კინოსთვის, მოსამზადებელი თუ პირიქით ეს აბსოლუტურად სხვა სპეციფიკის სამუშაოა? აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა, იმიტომ რომ კინო მაინც სულ სხვა რამეა, ვერ შევადარებ კინოს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოა მართლა აქ მონაწილეობა, იმიტომ რომ თუ საქმე მიდის, რომ არის ობრაზი გასაკეთებელი, ხო, აი ძალიან მოკლე მონაკვეთში რაღაცა უნდა გააკეთო, ხო, რაც არ ვიცი, ეს მაყურებელმა შეაფასოს, რამდენად გამოგვივიდა, ხო? ძალიან საინტერესოა მართლა კლიპში მუშაობათან, ნიჭიერ ადამიანთან, ასევე ნიჭიერ პარტნიორთან მინდა ვთქვა. აქ ნამდვილად მონაცემები. მსახიობები ძალიან ხშირად ერიდებით კი არა და გეშინიათ ყოველგვარი გრიმასის, თუმცა კლიპი ხანდახან ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ხოლმე. ნუ ეს ინდივიდუალურად ვის როგორ, ხო? მე პირადად რა ვიცი, მე არ დაგჭირვებიათ ამ შემთხვევაში. თან როცა მართლა შემსრულებელს მოგწონს, ეს თქვა კარგია. გიგა, საინტერესოა კატოს მნიშვნელობა უკვე თქვენს შემოქმედებაში, იმიტომ რომ იყო სიმღერა, რომელიც ერთად ჩაწერეთ და დღეს უკვე ის აიყვანეთ როგორც მსახიობი. ხომ არ ნიშნავს ეს შოუ ბიზნესში აპრობირებულ მეთოდს, რომ კატო ხდება გიგა მიქაბელიძის ერთ-ერთი შემოქმედებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე. შეიძლება მუზად. ავტომატურად ხდება და უკვე გახდა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ალბათ თვითონ კლიპი გვეტყვის თავის სათქმელს. მინდა ეთერით ვისარგებლო და ლევან აბულაძეს, რომელიც ფანტასტიკური ოპერატორია და უფრო ახლოს გავიცანე და მის ნიჭს პატივს ვცემ. მინდა მადლობა უთხრა. მინდა უთხრა ბაჩო კიკაბიძეს, რომელიც კლიპის დირექტორია, მადლობა მამუ გაღლონს და კახაო თარაშვილს. რომელიც კლიპის რეჟისორია. რომელიც კლიპის რეჟისორია. ჯიჯი რეჟინს, რომელმაც იზრუნა ჩვენს კოსტიუმებზე და გრიმზე და ძალიან კარგად გამოვიდა თუ ნახავენ მაყურებლები. და რა თქმა უნდა დაგვაბერა ქალბატონმა ლენა, რომელმაც დაგვაბერა სულ რაღაც სპეციალური შეიძლება დავარქვა. ძვირფასი და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ჯგუფი შეიკრა იმისთვის, რომ ეს ვიდეო გვეჩუქებინა ხალხისთვის და ჩვენი თავისთვის. კიდევ ერთხელ ხომ არ გეგმავთ რაღაცა დუეტს? მე აღარ გულისხმობ როგორც მარტო მსახიობს კატოს, კიდევ ერთხელ ხوار ეცდებით ჩაწერო კატოსთან დუეტი. საერთოდ მე არ მჩვევია ხოლმე წინასწარ რაღაცების თქმა და ამჯერადაც თავს შევიკავებ. გეგმავთ რამეს? ჯაბა, მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად კითხავ თქვენ თეატრალურ საქმიანობაზე. რას აკეთებთ ამჯერად? რით ხართ დაკავებული? კლიპის პარალელურად რით მიზაზე მუშაობთ? ყოველდღიურად თავისუფალ თეატრში მაქვს რეპეტიციები. დილაობით და ვაკეთებ ფრანგულ პიესას გადმოქართულებულს და რა ვიცი, მე მგონი ერთ-ერთი ჰიტი უნდა გამოვიდეს ახალგაზრდებისთვის. თუმცა ჯერ საიდუმლოა? არა, არ არის საიდუმლო, ეს არის მიშელ ფერმოს კარებს აჯახუნებენ, ალბათ იქნება მთლიანად გადმოქართულებული, საქართველოში იქნება მოქმედება, რაღაც დაახლოებით ალბათ ბაკის რომელიღაცა ქუჩას დავარქვით, არ ვიცი ზუსტად. მაგრამ წესით უნდა გამოვიდეს კარგი სპექტაკლი, იმედი მაქვს. გიგა, თქვენი სოლო კონცერტი იგეგმება მაისისთვის და აქვე არ შემილია, რომ არ ვისაუბროთ ამაზე, დაგეგმილია თუ არა უკვე კონკრეტული თარიღი კონცერტისთვის და რა პროგრამით წარსდგებით? კონკრეტული თარიღი უკვე დაიგეგმა, ეს იქნება 13 მაისს. გიხაროდეთ ხალხო. გაერთეთ. ძალიან კარგი შოუ იქნება და ძალიან კარგი ალბომი იქნება, რაც თავარია. კმაყოფილი არასდროს არ ყოფილვარ, მაგრამ ამჯერად რაღაცა კმაყოფილების ერთი მარცვალი მაინც მაქვს. რამდენად კმაყოფილები არიან მსახიობები, რომლებმაც მიიღეს კლიპში მონაწილეობა? ძალიან შედეგით. ძალიან დიდი მადლობა ხალხო ყველაფრისთვის, რომ გვერდზე მედექით. დიდი მადლობა შენ რომ არსებობდა ეს კარგ რაღაცებს წერს. მართლა მოვინდომეთ და მე მგონი მართლა კარგი კლიპი გამოვიდა. კიდევ ისიც მინდა გკითხოთ, ძირითადად მუშაობთ კახაო თარაშვილთან თუ არ ჩავთვლით იმ პირველ ორ ნამუშევარს, რომელიც მაესტროსთან კონტრაქტამდე თავად გააკეთეთ. რას ნიშნავს ეს იმას, რომ კახაო თარაშვილის გარდა გიგა აღარ ენდობა სხვა რეჟისორს? შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ვენდობის სტუდია მაესტრო აქედან გამომდინარე კახაო თარაშვილი არის სტუდია მაესტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი და რეჟისორი ნიჭიერი და ჩემი მეგობარი.
რაც მთავარია. მადლობა კიდე ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს, მაესტროს ეგრეთ წოდებულ შეფს მამუკა ყვამს. მადლობა თქვენ. ნებოდა რომ შევახსენოთ მაყურებელს რომ მოქმედება ხდება 40-იან, 60-იან და 80-იან წლებში, რომ მიხვდნენ რა შესაძლოა. თავად გამოიტანოთ 80-იანში, 60-იანში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა ამ საინტერესო კლიპისთვის. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ მაესტროს ეთერში გიგა მიქაბერიძე დაგისვამთ კითხვას, რას ფიქრობთ რა? ალბათ მომიშვებს სიყვარულით მტრავს რას ვიგრობ რას ოხვალ გაგიღებ გულის კარს რას ვიგრობ რას თუ მოხვალ მიგიღებ როგორც ბავშვს დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონათ. გადაცემის შემდეგ ისევ და ხვალიდან უკვე ყოველდღე და არაერთხელ ამ კლიპს კიდევ ვიხილავთ მაესტროს ეთერში. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა და ალბათ ცოტათი კომპეტენტურიც ვარ ამ მხრივ, თუ ვიტყვი რომ ეს კლიპი საქართველოში საუკეთესო კლიპების ერთეულებში ჩაიწერება.
და ალბათ ხვალიდან ბეჭდური მედიის ინტერესიც ერთიორად გაიზრდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ჩემი სტუდიის სტუმრები იყვნენ და ვისინ ამ ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევარიც ახლა ჩვენ ვიხილეთ. თუმცა რა იქნება ხვალ ამის შესახებ მომდევნო კვირის ინფორმატორში ვისაუბრებთ, ახლა კი გასული კვირის პრესა მიმოვიხილოთ. გამარჯობათ. გასულ კვირას სამამულო ბეჭდური მედიისთვის ყველაზე საინტერესო თემა აღმოჩნდა კულტურულ ცენტრებში დანიშნული ახალი ხელმძღვანელები და მათი გეგმები და იდეები. 24 საათში ვცვლად საუბრობდნენ იმაზე, რომ კინოფესტივალ პრომეთეს დირექტორი გაგა ჩხეიძე წელს ფესტივალს ვეღარ უხელმძღვანელებს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა იგი ეროვნული კინოცენტრის დირექტორად დანიშნა. სწორედ იმ კინოცენტრის, რომელსაც მუდმივად აქვს სერიოზული პრობლემები ბიუჯეტთან და რომლის წინა ხელმძღვანელი სწორედ ამ და არა მხოლოდ ამ მიზეზის გადადგა თანამდებობიდან. მოკლედ ამიერიდან გაგა ჩხეიძის იდეები და გეგმები, რომელიც სხვათაშორის არც თუ ურიგოდ ხელმძღვანელობდა კინოფესტივალ პრომეთეს, ამიერიდან უკვე ეროვნული კინოცენტრის ირგვლივ იქნება აკუმულირებული. კარგია, რომ მას მხარდაჭერა კულტურის სამინისტროდანაც აქვს და არა მხოლოდ. მოკლედ კინოცენტრისთვის ჩხეიძე ახალი ეტაპია, იმედია წარმატებულიც. თუ ეროვნული კინოცენტრის ბედი გაგა ჩხეიძეს გადააბარეს, სამაგიეროდ ახალგაზრდა კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილს პირდაპირ გადასცეს ახლახან თბილისში გახსნილი ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი. იმ ცენტრის, რომლისთვისაც როგორც ირკვევა, სახელმწიფომ საკუთარი ბიუჯეტიდან უკვე გამოყო 9 მილიონი ლარი. თუმცა როგორც ირკვევა, ამ იდეას შესაძლოა ამავე ცენტრში გაერთიანებული სიმფონიური ორკესტრის, სახელმწიფო კაპელისა და კამერული ორკესტრის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებაც კი მოხდეს. მოკლედ საუბარი საკმაოდ სერიოზულ და ცნობილ პერსონებზე, ამიტომაც ახალ თაობაში არ გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა მალე ძალიან დიდი ხვაური მოხდეს. გასულ კვირას კვირის ინფორმატორში ჩვენ ვცვლად საუბრობდით ფესტივალ საჩუქრისა და მისი წლევანდელი პრობლემების შესახებ. ამავე პრობლემებზე საუბრობდნენ გაზეთ რეზონანსშიც, სადაც ყველაფერთან ერთად ანატოლი ვასილევის საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გამოგზავნილი წერილიც კი ამოვიკითხეთ. გვაყურებს თბილისის მერიის პოზიცია, რომელიც გასულ წლებში ამ ფესტივალის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. როგორც ჩანს, დღეს ფესტივალის შესახებ ბევრი კამათობს. ისინიც კი, რომლებიც მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეები იყვნენ და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ყველაფერს ანატოლი ვასილევი წერს და ხელისუფლებას ფესტივალის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მოკლედ ნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ელიტარულ ქრონიკაში ზურა ყიფშიძეს ძალიან ვცლად ესაუბრებიან ავტომობილის საგზაო წესების, ფეხით მოსიარულეთა და ავტოსაგზაოს შემთხვევების შესახებ. როგორც ჩანს, ბატონი ზურა არაერთხელ მოხვედრილა ავარიაში, თუმცა დღეს უკვე მშვიდობიანად ახერხებს საკუთარი ჯიპით მოძრაობას, თანაც შეუძლია შვიდლარად 120 კილომეტრიც კი გაიაროს. ამავე ჟურნალში მარინა კახიანის სახლის ინტერიერზე უკვე ასე საუბრობენ. ტელევიზორთან ქოთანში პატარა კაქტუსია, შავი პიანინო ძველებურია. სასტუმრო ოთახის კუთხეში გორკაში ანტიკვარულ ჭურჭელთან ერთად სტატუეტკები ცდებს. მსახიობის სამფლობელო ისეა დატვირთული, რომ ერთი სტუმრობის დროს ყველაფერზე საუბარს ნამდვილად ვერ მოვახერხებდით, ამიტომ მასპინძელს დავემშვიდობე და რუსთაველის გამზირზე გამოვედი. თურმე ქრისტინე იმედაძეს თავისუფლად შეუძლია კარიერა ავსტრიულ შოუ ბიზნესში გაიკეთოს, მაგრამ ამას იმიტომ არ ვერ აკეთებს, რომ საქართველოდან დიდხანს წასვლა ნამდვილად არ შეუძლია. ისე თურმე ერთხელ წასულა და მაშინაც თავქუდ მოგლეჯილი გამოქცეულა. მოკლედ მომღერალი ეთყობა გარკვეულწილად პატრიოტის კი არის. სამაგიეროდ უნივერსიტეტის ახალი რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე ძალიან ურეჟიმოდ ცხოვრობს და თავს რატოღაც პატიმრადაც იგრძნობს, რადგან რაც რექტორის თანამდებობაზე დანიშნეს, ვერც ვარჯიშს ახერხებს და ვერც ხანმოკლე განძირფას. თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც დღემდე ძალიან ადვილად უმკლავდება ქართული სამზარეულოს ლაბირინთებს და ამავე ლაბირინთებში პრაქტიკულად არასოდეს იკარგება, თურმე დიდი სიამოვნებით მიირთმევს ეგზოტიკურ კერძებსაც. მაგალითად, ბაყაყს. ასევე შეუძლია შეჭამოს წარმატებით გველი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლოკოკინა. ისე კი მომღერალი ბოლო დროს თურმე ხორცს საერთოდ არ მიირთმევს და ვეგეტერიანელიც კი გამხდარა. ირკვევა ისიც, რომ ძალიან დაღლილია მომღერალი ირაკლი ნოზაძე, რომელსაც სიყვარულში კიდევ ერთი იმედგაცრუების ძალიან ეშინია. სამაგიეროდ მარიკა თხელიძე თურმე მაქსიმალურად აკმაყოფილებს თავისი თაყვანისმცემლების მოთხოვნილებებს. უხეშად პრაქტიკულად არავის პასუხობს, თანაც მას ძალიან ხშირად ურეკავენ და თქვენ წარმოიდგინეთ, კაცნობასაც ისთხოვენ. აი ესეთი იყო პრესის მოკლე მიმოხილვა კვირის ინფორმატორის ეთერში. ამავე რუბრიკაში ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. იმედი მაქვს არ დაგავიწყდეთ, რომ კვირის ინფორმატორს უყურებთ და დარწმუნებული ვარ მოუთმელადელით ტრადიციული ტელეპორტრეტის დაწყებას, რომელიც დღეს იმ კინორეჟისორზე მოვამზადეთ, რომელმაც თავისი ერთ-ერთი ფილმით 80-იან წლებში საქართველოში ქართულ ცნობიერებასა და მენტალიტეტში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა.
ლაქას რეჟისორი დღეს საქართველოში არ ცხოვრობს, ჩვენთვის კარგად ცნობილი რიგი მიზეზების გამო და შესაძლოა მალე ახალი ლაქა რუსეთში გაჩნდეს. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, ტელეპორტრეტი დღეს კინორეჟისორ ალეკო ცაბაძეზეა. მე კი აქვე გემშვიდობებით და გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ მომავალი კვირამდე. ალეკო ცაბაძე უკვე 3 წელია რაც საქართველოში არ ყოფილა. ამ დროის განმავლობაში კი ნამდვილად მოასწრო რუსეთში დამკვიდრება და 3 სერიალის გადაღებაც. როგორც ჩანს, რუსეთი მისთვის ყველაზე მისაღები ქვეყანა აღმოჩნდა. მანამდე იყო ამერიკაშიც და ევროპაშიც. თუმცა დღემდე დარწმუნებულია, რომ ორივე მისთვის ძალიან მოსაწყენი იყო. მოკლედ, რუსეთში უფრო ზუსტად კი მოსკოვში დღეს მას ძალიან კარგად იცნობენ. ალეკო ცაბაძეს კარგად იცნობდნენ მაშინაც, როდესაც 80-იან წლებში ეკრანებზე ცნობილი ფილმი ლაქა გამოჩნდა. კიშო გლუნჩაძით მთავარ როლში, რომელსაც მსმენელი ჯგუფით კიშო და ინტელიგენცია იცნობს. საკმაოდ ავანტიურული საკურსო ნამუშევრისთვის მთავარი გმირი რეჟისორმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. მეგობართან ვიყავი მე, ჩემი ფირფიტებით, კიშო თავის ფირფიტებით. კიშოს მოეწონა ჩემი ფირფიტები, მე კიშოსე გავცვალეთ ესე და დამეგობრდით რაღაც იქიდან. ეგ იყო და ეგ. მე რომ ვფიქრობდი ვის უნდა ეთამაშო მთავარ ლაქაში. კიშომ თავის შემოთავაზა მეც უარი არ მეთქვია. ამ ფილმის შემდეგ კი კიშო გლუნჩაძესთან ურთიერთობა პრაქტიკულად აღარ ქონია. ისე კი იმ შეხვედრის დროს ალეკო ცაბაძეს ჯიმი ჰენდრიქსის ფირფიტები ქონდა კიშო გლუნჩაძეს კი სტივ ვანდერის. რაც შეეხება ჯიმი ჰენდრიქსს, რეჟისორი იმ თაობას არ მიეკუთვნება, რომელსაც მსგავსი მუსიკის მოსმენამ კაცრად ქონდა აკრძალული. სამაგიეროდ აკრძალვა უბრალოდ კი იდეოლოგიური პრობლემები მას უკვე ფილმ ლაქასთან დაკავშირებით შეექმნა. მოკლედ, ლაქას გადაღება მაშინ ნამდვილი ავანტიურა იყო, რომელთან დაკავშირებული ისტორიაც ალეკო ცაბაძეს ზუსტად ახსოვს. ქონდა გასაკეთებელი დიპლომი. ამისათვის უნდა დამეწერა სცენარი და გადამიღო ფილმი. დავწერე სცენარი და გადავიღე ფილმი. ესეთი ურთიერთობა მაქვს მაგ ფილმთან. არ უნდათ მაგ ფილმის გადაღება, რა თქმა უნდა, ერთადერთი ნორმალური ავანტიურისტი, ვინც აღმოჩნდა მაშინ, ვინც აიღოს თავის თავზე, იყო ნუგზარ ფოფხაძე, მაშინ ტელევიზიაში მუშაობდა, თავმჯდომარე იყო. და ფილმი, მოსკოვმა რა თქმა უნდა დაამტკიცა მაშინ სცენარი. და ფოფხაძემ გადაწყვიტა და ჩაეშვა როგორც ტელესპექტაკლი. და გადაგვეღოს ყველაფერი შავ-თეთრ ფირზე. მოსკოველი კინომცოდნე ეგეთი ანდრეი პლახოვ ის იყო ჩამოსული. და იმან რომ აღიარა ეს რაღაც დაწერა ერთ სიტყვი რაღაც სტატია გაზეთ პრავდაში. და იმის მერე წამოყო თავი უკვე ქართულმა კომკავშირმა. არიქა ჩვენი შეკვეთით იყო გადაღებული ფილმი, რაც იყო ტყუილი. და უნდათ რომ კიდე ჩემთვის მოეწებებინათ ეს კომკავშირული პრემია, რადგან უარი ვთქვი. ამანაც რა თქმა უნდა გააღიზიანა ჩვენი კომკავშირი. მოკლედ განაწყენებულ კომკავშირს ალეკო ცაბაძისთვის კომკავშირული პრემია აღარ გადაუცია. საბოლოოდ საქართველოში რეჟისორმა სულ 3 ფილმი გადაიღო. ლაქას შემდეგ ეკრანებზე 1991 წელს ღამის ცეკვა გამოჩნდა მისივე სცენარით, სოციალური თემატიკით და მთავარ როლში ზურაბ ბეგალიშვილი, რომელმაც ამავე ფილმში შესრულებული მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 1997 წელს ქართული კინოაკადემიის ჯილდო ნატო მიიღო. ამავე პრიზით აკადემიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ალეკო ცაბაძეს დააჯილდოვა. დღემდე ამბობს, რომ ყველა ნამუშევარი, რომელიც საქართველოში გადაიღო, პრიზების გამო ნამდვილად არ გაუკეთებია, რადგან ყველაზე ნაკლებად სწორედ სცენაზე დგომა და აპლოდისმენტები აღიზიანებს. არ ვიტყვი რომ თავმდაბალი ვარ. მაგრამ როგორ ხდება, ეხა ფილმს გადაიღებ და გაგრძელებ გზას. და ეს უკვე ეს პრემიერები და ეს პრიზები თუ რაცა უკვე მის შემდეგ ხდება და ეს რაღაცნაირად უკან ქაჭავს ეს ყველაფერი და ეს უკან მოხედვა ცოტა ინტერესია ჩემთვის. მესამე სამამულო ფილმი უკვე მარტოობის ორდენის კავალერი იყო, გოგი ხარაბაძით მთავარ როლში. ამჯერად გალაქტიონის თემაზე ფილმი რეჟისორს საკუთარი ინიციატივით არ გადაუღია. მას იგი დაუკვეთეს. ჩემი ლურჯა ცხენებით. ჩემი სვენებით. ყველანი იქ არიან.
ფილმის შემდეგ ალეკო ცაბაძემ რუსეთში გადაინაცვლა, რადგან ჩათვალა, რომ საქართველოში კინოს ისტორია დასრულდა და მის ფილმებს აქ უბრალოდ არავინ დააფინანსებდა. თუმცა წასვლის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს ხეტიალი. თუმცა რუსეთში ჩასული ქართველი რეჟისორი სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზე კი არა, სერიალებზე გადაერთო. დღეს რუსეთში რაღაც სიგიჟე ამ სერიალებზე. და აღმოჩნდა რაღაც პერიოდი უნდა გაიარო იმისათვის, რომ გააკეთო კინო. დიდი სურათი. ნუ ეხლა ამის არ მგონია რომ ადამიანმა ეხლა ეს ითაკილა რომ ეს სერიალს არ გავაკეთებ და ბოლო რატო არ გააკეთებ? ხო ეს ვარჯიშია ხო? ვარჯიში კი სერიალი თეატრალური ბლუზი დაიწყო, ამბობს რომ ეს არ ყოფილა მისთვის საყვარელი თემა, რადგან სპექტაკლებზე ძალიან იშვიათად დადის და საერთოდ არ უყვარს თეატრი. მოკლედ რუსეთში მუშაობა რაღაცით უნდა დაეწყო, ეს რაღაც კი სერიალები აღმოჩნდა. ასეთები კი მის ანგარიშზე უკვე 3-ია. მალე კი ვალერი ტოდოროვსკისთან ერთად სრულმეტრაჟიან ფილმზე აპირებს მუშაობის დაწყებას, რომელიც უკვე იცის, რომ თრილერის ჟანრის იქნება. ყოველი შემთხვევისთვის პროდიუსერმა იგი ასე მონათლა. ეს ყველაფერი კი არც თუ მარტივად დაიწყო ალეკო ცაბაძე რუსეთში ადვილად ნამდვილად არ მიუღიათ. ადვილად იმიტომ არ მიიღოს, რომ ჯეზერტი ბევრი უმეტესობა აყოლილია რაღაც აი მოდას ამ სერიალების და ყავთ თავიანთი რეჟისორები, რომლებიც ამ საქმეს იღებენ არ უყურებენ იმას, რომ იქ რა იქნება, როგორ იქნება, რამდენი ენერგია წაგივა, რომ იქ შენ ხელში უნდა მოაწერო ხელი, რომ ეს ბევრმა ხალხმა უნდა ნახოს. მომთხოვნივად. აი ხალტურასაც ქვია იმას ვერ ვიტან. რამდენ დუბლს ვიღებ? არა, 6 სახიობზეა დამოკიდებული. ოპერატორზეა დამოკიდებული, შუქსია დამოკიდებული, უამრავ ტექნიკურ მომენტზეა დამოკიდებული. თორე ბევრი დუბლები არა. ცუდისმეტი ბევრი არ მოხდა. როგორც ამბობს, ნერვები მხოლოდ 8 სერიისთვის ყოფნის, ამიტომაც მისი 2 სერიალი სწორედ 8 სერიას მოიცავს. პირველი კი მხოლოდ 4-ს. როგორც ჩანს, ამ სერიალებით მან რუსეთს გარკვეულწილად ანგარიში ჩააბარა, იმისთვის, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების უფლება მოეპოვებინა. ალეკო ცაბაძემ 19 მარტს მესამე სერიალის სახელწოდებით ბუხტა ფილიპა გადაღება დაამთავრა. 2 დღეში მონტაჟი უნდა დაიწყოს. ამისთვის კი ისევ რუსეთში დაბრუნება მოუწევს. რუსეთში, სადაც რეჟისორულად იგი სერიოზულად გამოსცადეს. რუსეთში ბევრმა იცის თავის დროზე ლაკას დაატარებდნენ ჩემიანა. გიგში, MGU-ში აჩვენებდნენ ხალხს, აი ეს დღესაც ხვდებიან ხალხი, რომ ბიჭო ეს შენახარ, ეს შენახარ ის მარა აბსოლუტურად სხვა მომენტია ფილმის გადაღება დაუშვათ საქართველოში და ფილმის გადაღება უცხო ქვეყანაში. გამომცადეს, ყველას ცდიან. აი ეს იქ მიხვედე და მე აისა ვარ და კი ბატონო აი შენ ეს ფილმი არ ხდება კაცრად არის საკმაოდ. როგორც ალეკო ცაბაძე ამბობს, მისი ახალი ნამუშევარი კომერციულად, სერიოზულად მომგებიანი უნდა იყოს. მასვე უკვე ძნელად წარმოუდგენია საქართველოში მუშაობა, სადაც სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულს დისკომფორტის გრძნობა საკმაოდ აწუხებს. ისე იგი საქართველოში დაგეგმილ რუსეთის კულტურის დღეებზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, მის პროდიუსერ ტოდოროვსკის უნდა ჩამოსვლა, რომელიც საქართველოში აქამდე არასოდეს ყოფილა. ალეკო ცაბაძე არ გამორიცხავს, რომ მაისში ტოდოროვსკის თბილისში ჩამოყვება, თუმცა ამბობს, რომ შეიძლება ეს გადაიფიქროს კიდეც.